სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ელენი დაგვაგვიანდება. რასაკეთე, მაგ არ მოდი ხარ? ვეძებ რაღაცას. თუ დაგვაგვიანდება სკოლაში. დამაგვიანდეს, არ მაინტერესებს. რა რეულობა აქვს, რა ხდება ელენე? ვეძებ რაღაცას და სანამ ვერ ვიპოვე, ვერც ვისაუბრებ და არსადაც არ წავალ. და რა არის, მე არ ვიცი. სამაჯურს ვეძებ. სამაჯურის გამომოაწყვეს არეულობა მე. ნიშნავანია. კაი, თუ ნიშნულოვანია, მაშინ თქვენ აქ მოძებნეთ და მე იქ ნახავ. და რატო არის მამიკოს მნიშვნელოვანი? უბრალოდ ძვირფასია. ვინმე გაჩუქა? უბრალოდ ნიშნავანია და მინდა რომ ნახო. აი, მოდი შეაღარ გითხავ. ბებო, ბოლოს როდის ნახე სამაჯური შენ? გუშინ ღამე აბაზანაში სანამ ვიბანავებდი. ბებო, ვერ თქვი, მე ვნახე ეგ სამაჯური და შენ ვინახე არ დაიკარგოს მეთქი. დეგა. მოდი დროზე ისაუბრე. ელენე, რო იცოდი ოთახი შენი დასადაგებელია მაინც. ხერხავ და ხერხავ მოტელი დღე ხერხავ. ხერხავ დღისით დაღა. ხო ძვირფასო. ხომ მშვიდობა? ბავშვები კარგად არიან? დეიდა შენი ხო არ გაიქცა სახლიდან? არა, მშვიდობა, უბრალოდ ლანჩი რომ წაიღე, ნანას გამომცხარი კექსი წაღება დაგავიწყდა და ხომ არ გავუგზავნოთ მიტანის სერვისით ფშიერი არ იყოსო. აი ხო ვამბობდი რაღაც მავიწყდება თქო რა. არა იყოს არ გინდა, მეყოფა ეს. თან საფრთხეო დავბრუნდები ეკექს ისევ ჩემი შესაჭმელი იქნება და პრობლემა არ არის. კაი ზვი, როგორც გინდა საღამომდე მაშინ. მიდი კოცნი საღამომდე. ბავშვები ჩამიკოცნე. კაი, აუცილებლად. ვა, ზვიად? შენ ხარ? მე ვარ, აბა ვინ უნდა იყოს? ყობას გავარ? არა, სხვათა შორის ყობა შენზე ბევრად მაღალი და სიმპათიური. მიდი რა. ბიჭო, ესი ადრე რომ მოხვედი ხომ მშვიდობა. და ეგ რისი დამსახურება? ალბათ ღმერთის შეისმინა ჩემი ლოცვები. ეგეც, მაგრამ კიდე? ალბათ კიდე. კიდე იმისი რომ ძალიან მაგარი სიდედრის დამყავს. ნინის ხო ეხმარება სახლის საქმეებში, მე კიდე სულ თან მევლება, მოიცა, გადმოვიდა თქვენთან? კი. მაგიტო არ ესეთი ენერგიით ახსავსე და მოტივირებული. პირველად ნახე ადამიანი თავისი სიდედრის დასაკევდეს. აი ქალი გენიოსია რა. ბავშვებსაც კი არჩევს ერთმანეთისგან. ეგ ძმაო ძალიან დიდი დამსახურება არის რა. რახან ბავშვებიდან ერთ-ერთი სამჯერ არ ჭამს და მეორე მშიერი არ რჩება, ფანტასტიკურია ძმა. მაგისთვის პირადად მე მეკუთვნის, რომ მადლობა გადაუხადო. გადავცემ. მაგრამ სანამ სამადლობელ ტექსტს ვიტყოდი, იქნებ ეს შეკვეთა დამიმთავრა. კი, ესენი დავჭერი, ეხლა იქი დამჭე ცოტა დასაჭრელი და ეგ არის. კაი, და ის მაღალი და სიმპათიური რომ მოვა, ჩემთან ამოვიდეს. გადავცემ. არის სერ. მიდი. ძალიან გითხარება? რატო რა? ელენზე მინდა რაღაც გითხრა. ელენზე რა ხდება?
არა, არაფერი დამშვიდი, მოდი ერთ წუთს დაჭექი და რაღაც გეტყვი რა. დებარა არაფერი ისეთი, არაფერი სანერვიულო პირიქით. ელენეს მე მგონი თავის კლასელი ბიჭი მოწონს. ვინ მოწონს? აი, ის ბიჭი ამას წინათ ამოყვანილი რო ყავდა აქ პრეზენტაციაზე რომ მუშაობდნენ. დათი. ელენეს ყავდა ბიჭი ამოყვანილი? რა იყო კობა? ბავშვი არ იყავი? არ შეიძლება ელენეს ბიჭი მეგობარი ყავდეს ან მოწონდეს ვინმე. სხვათა შორის მარიამი ზუსტად მაგასაკში იყო პირველად რომ მოეწონა ჩვენი მეზობელი ბიჭი. ყოველდღე ჩადიოდა ეზოში ბავშვებთან სათამაშოდ, იმიტომ რომ იცოდა რომ ის ბიჭი იქ იქნებოდა. მე? რა მე? საწავიდა ის ბიჭი. სად უნდა წასულიყო, გავიდა დრო და გადაუარა მარიამს და მეორე წელს ამბობდა ის ბიჭი რა მომაწონაო. ზუსტად წარმოვიდგინე ხა როგორც იტყოდა მაგას მარიამ. ხო და გეხვეწები რა, ელენას არაფერი არ აგრძნობინა. არ ვიცი, როგორ უნდა რამე რომ კითხოს, რა უპასუხო. რა უნდა უპასუხო, ეხლა მაგას შენ თვითონ როგორმე მოიფიქრებ. უთხარი რომ ხარს გიჭერ, სიამოვნებს შენი მოსმენა, მოეფერე რა. გარკი ბატონო. გარკი. და მადლობა რომ მითხრე ეს ყველაფერი. ხმართი. მადლობა. დადე. არა მინდა. არ გამოჩენილა ხო? არა ჯერ. მეც არ ვურეკავ და მელოდა მე თვითონ დაგიერეკავ. ეხლა ოპტიმისტურად უნდა განვეწყოთ, ხო იცი? რა ქენიება? არაფერი. არ გამოვიდა ხო? ვისთანაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყავი, ყველასთან ვიყავი. არავის არ ქონდა. სულ ყველასთან? აი, გავიხსენებ კიდე ვინ შეიძლება იყოს. კარგი და შენ ვის გაიხსენებ? ვისთანაც შეიძლებოდა იყავი და ახლა პენსიონერებს ნამდვილად არ ეკნებოდა. არა ესე ამდენ ხალხში როგორ არავის არ აღმოაჩნდა ფული. რა ვითაბო არ აღმოაჩნდათ რა ფაქტია რომ არ აღმოაჩნდა. აი სისულელეა რა. რა არის სისულელე? წამალი რო გინდოდა ხო ყველას კარგად ქონდა. რა? არაფერი. სამი ვერ გავიგე. ანუ რისი თქმა გინდა, რომ ჩემი ბრალია ფულს რო არ მაძლევენ? ეხა სისულელებზე რო ლაპარაკობთ, ხო ხვდებით? არა, უბრალოდ ვერ ხვდები ამდენ ხალხში როგორ არავის არ აღმოაჩნდა ფული. შეიძლება თაკო, ნუ არა აქვთ რა მოხდა. მარტო მაგის იმედად ხო არ ვიყავით? არ ვიცი უკვე რის იმედი უნდა გქონდეს რა. რა უნდა ვქნათ მართლა ვერ ხვდები. სახლი უნდა გავყიდოთ. რა? ებარა. მართლა?
შიშარა გოგო ხარ შენ. საყვარელი. I will stay by your side. შედროს ხორმო. გორმომენატრე. მეცა. რა შვები, ხომ შვიდობა? კი, მშვიდობა. ნამდვილად. კი, მშვიდობა არის. კაი, მოდი დაჯექი მაშინ. ყავა, ჩაი, რამე ხო არ გინდა ახალი აპარატი მაქვს, დაფიქრდი? რა, უცებ უნდა დაგიწყო და გავიქცე. აი, მოდი დაჯექი. აბა, სიმართლე გითხრა, რჩევის საკითხავთ მოდი შენთან. რასთან დაკავშირებით? რასთან დაკავშირებით და ელენესთან დაკავშირებით. აი როგორ გითხრა, რაღაც აი არეულია, დაბნეულია, რაღაც ვერ ვცნობ და ცოტა ნერვი. მოიცა, რამე პრობლემები აქვს სკოლაში? არა, ეგეთი არაფერი, ანუ როგორ აიცი, ხან ძალიან გახარებულია. მე დილობით იმდენ დროს ხარჯავს ტანსაცმლის მოძებნაში, რომ არ აინტერესებს სკოლაში დააგვიანებს თუ არ დააგვიანებს. კიდე იმ დროს ვიღაცის ნაჯუქარს სამნაჯურს ეძებ და იმდენი ხანი რომ მე და ეთერი ჭკუიდან გადაგვიყვანა გინაღა. რა ხდება ვერ გავიგე. რა ვერ გაიგებო? არაფერი არ არის ანარიო. ვერ ხვდები რა ხდება? ხო, მაგრამ მაინც ნერვიულობს რა. ხო, ნუ ბუნებრივია, იმიტომ რომ შემშობ